გამარჯობა და როგორც დაგპირდით, დღეს ჩვენს მეცნიერთა კლუბში კვლავ ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს, ბატონი გრიგოლ კეშელავა, რომელიც თავის თავზე მოგვიყვება თავიდან, გაგა, გამარჯობა და რომ იცოდნენ ჩვენმა მაყურებლებმა ვისთან აქვთ საქმე. შენ ძალიან მოკლე, შენ რასაც ჩათვლი საჭიროდ რომ გააცნო მაყურებელს შენი პროფესია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ეს დისკუსიაში ჩართვა. 1996 წელს და ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და 2002 წელს დავამთავრე მის სამკურნალო ფაკულტეტი. შემდეგში გავიარე რეზიდენტურა სიძახთა ქირურგიის მიმართულებით, აქედან ნაწილი სწავლა მომიწია თბილისში, ხოლო ნაწილის საფრანგეთში, ქალაქ მარსელში, ერთ-ერთ წამყვან საუნივერსიტეტო საავადმყოფოში. ამის შემდეგ 2008 წლიდან მაქვს დამოუკიდებლად მუშაობის უფლება მოპოვებული, ასე ვთქვათ, ლიცენზია. 10 წლის განმავლობაში ვიმუშავე ქუთაისში, ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, ხოლო ახლობით 5-6 წელია უკვე მუშაობ თბილისში, ამჟამად ვარ კლინიკა ჰელსიკორის სიძახთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი. სადოქტორო დისერტაცია მაქვს დაცული 2008 წელს და ჩემი თემა ეხებოდა შიგნითა საძილე არტერიების ანევრიზმების ქირურგიულ მკურნალობას და მაქვს ახლობით 30-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია გამოქვეყნებული საერთაშორისო ჟურნალებში. ძირითადად მონახაზით შეიძლება ეს ვთქვათ, რაც ჩემს კარიერულ ბიოგრაფიას შეეხება. ძალიან დიდარი ბიოგრაფია თქვენი ასაკისთვის და გაგა, ძირითადი თქვენი მუშაობის თემი დღეს რაზე მუშაობთ? მე ამ წუთია ზოგადად ლიცენზიის აღებისთანავე დავიწყე მუშაობა სიძახთა ქირურგიის მიმართულებით და დღემდე ვაგრძელებ ამ სფეროში მუშაობას. სიძახთა ქირურგია ზოგადად ეს არის ძალიან ფართო სპექტრის მიმართულება, მოიცავს ძალიან ბევრ ანატომიურ რეგიონს ადამიანის ორგანიზმში და შესაბამისად ძალიან მრავალფეროვანია როგორც ნოზოლოგიების ჩამონათვალი, ასევე ქირურგიული მკურნალობის და ზოგადად მკურნალობის მეთოდებიც. სიძახთა ქირურგიაში არის ცალკეული მიმართულებები, თუმცა სიძახთა ქირურგებს ზოგადად უწევთ ყველა ამ მიმართულებაში მუშაობა მეტნაკლებად. ეს არის საძილე არტერიების ქირურგია, არის აორტის ქირურგია, რომელიც თავის ქვეშ იყოფა გულმკერდის და მუცლის აორტის ქირურგიად, ზემოკიდურების, ქვემოკიდურების არტერიების პათოლოგიები, მუცლის აორტის ვისცერული ტოტების პათოლოგიები, არის ფლებოლოგია, ცალკე მიმართულება, რომელიც გულისხმობს ვენური სისტემის პათოლოგიების მკურნალობას და მოკლედ სამუშაო ბევრი გვაქვს სიძახთა ქირურგებს, მოკლედ რომ ვთქვათ. გაგა, აი ძალიან მოკლედ მაინც რომ აი ესეთი მე-9 კლასის ანატომიის, ჩემ დროს მე-9 კლასში ისწავლებოდა ანატომია, აი ესეთი პატარა მიმოხილვა რო გავაკეთოთ და გავახსენოთ მაყურებელს სკოლის მასალა და ცოტა უფრო მეტიც, რას წარმოადგენს ჩვენი სიძართა სისტემა, და დანიშნულება აქვს მას და კი ბატონო, სიძარღვე ეს არის ანატომიური წარმონაქმნი, რომელსაც აკისრია საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია გულიდან წამოსული სისხლის ნაკადის მიწოდება კონკრეტულ ორგანოსთან. ანუ ჩვენ ვიცით რომ ჩვენს ორგანიზმში ყველა უჯრედს, ყველა ორგანოს ესაჭიროება გარკვეული რაოდენობით სისხლის ულოფა. და მიწოდება ხდება სიძარღვების საშუალებით და ასევე გამოტანაც ორგანიზმიდან ორგანოდან სისხლის ხდება ასევე სიძარღვის მეშვეობით. ამის მიხედვით იყოფა სიზარღვოვანი სისტემა ორ დიდ ჯგუფად, არის არტერია და არის ვენა. არტერია არის ის სიძარღვი, რომელსაც ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი მიაქვს ორგანომდე, რომ შემდეგ ორგანოში უჯრედულ და მოლეკულურ დონეზე მოხდეს
მეტაბოლიზმი, ჟანგბადაღდგენითი პროცესი და ანუ მიიტანოს ქსოვილებამდე ჟანგბადი, რაც აუცილებელია სიცოცხლის უნარიანობისათვის. ხოლო მეორე ჯგუფის სიძარღვების ვენები, როგორც ესეთი, მათი ფუნქცია არის პირიქით ჟანგბადით გაღარიბებული და ნახშირორჟანგით და სხვა მეტაბოლური პროდუქტებით გამდიდრებული სისხლის გამოტანა სიძარღვებიდან, ორგანოებიდან და შემდეგ მისი მიტანა ფილტვებამდე, რომ კვლავ მოხდეს ამ წრის განახლება, ისე მოხდეს ფილტვებიდან სისხლის გამდიდრება ჟანგბადით და ისე ხელახლა მერე არტერიებით მიწოდება. ხოლო ამ ყველაფერს არეგულირებს მთავარი გულსიძარხვა სისტემაში, მაინც არის ძრავის ფუნქცია გააჩნია გულს. ეს არის ტუმბო, რომელიც ამ სისხლს გადატყორცნის არტერიულ სისტემაში. და ასევე ვენური სისტემიდან ღებულობს კვლავ რომ შემდეგ გაუშვას სისხლის ნაკადი ფილტვებისაკენ. ეს მარტივად რომ ვთქვათ, ეს პრინციპია. ხო, შევახსენოთ უბრალოდ შემდეგი კაპილარები და ასე შემდეგ და რომლებსაც კი ბატონო, კაპილარები ახლა ეს არის მიკროსკოპული სიძარღვები, რომლებიც უკვე ქსოვილების და უჯრედების დონეზე უზრუნველყოფენ ნივთიერებათა ცვლას. ვთქვათ, რომ აწვდიან ქსოვილის ჟანგბადს და საჭირო პროდუქტებს და ქსოვილებიდან გამოაქვთ ნახშირორჟანგით გამდიდრებული სისხლი, რომელიც შემდეგ გამოიყოფა ფილტვებით ატმოსფეროში. ხო, მე რამდენადაც მახსოვს, გული არის ერთ-ერთი პირველი, რომელიც იწყებს ჩვენთან მუშაობას და პრინციპში ბოლო ამთავრებს ხოლმე და წერტილს სვამს. თქვენი პირდაპირი პროფესია არის ის ორი სისხლძარღვი, წყვილი სისხლძარღვი, რომელიც ამარაგებს თავის ტვინს, რამდენადაც მე ვიცი. საძილე არტერიები. ნუ ახლა სიძარღვთა ქირურგია ეს იმხელა თემაა და იმდენ რამეს მოიცავს, რომ ერჯერადად ამის ამოწურვა შეუძლებელია, ამიტომ ჯობია რომ უფრო დავკონკრეტდეთ და კონკრეტულ მიმართულებაზე ვისაუბროთ, ასე მგონია რომ ასე უფრო ინფორმატიული იქნება ჩვენი საუბარი. და გადავწყვიტეთ რომ დღეს ვისაუბროთ საძილე არტერიების პათოლოგიაზე. საძილე არტერიები ეს არის არტერიები, წყვილი არტერია მარჯვენა და მარცხენა, რომელიც კვებავს შესაბამის თავის ტვინის ნახევარსფეროს. ანატომიურად ჩვენ ვიცით რომ საერთო საძილე არტერიები გამოდის აორტის რკალიდან და შემდეგ კისრის დონეზე ის იყოფა ორ ნაწილად: გარეთა საძილე არტერია და შიგნითა საძილე არტერია. გარეთა საძილე არტერია სისხლს აწვდის სახის რეგიონს, ხორხის რეგიონს, ხოლო შიგნითა საძილე არტერია უკვე მიემართება ზემოთ და ქალასყურში გავლის შემდეგ უკვე უშუალოდ მონაწილეობას ღებულობს თავის ტვინის სისხლმომარაგებაში. ამიტომ თავის შიგნითა საძილე არტერია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ანატომიური წარმონაქმნი ჩვენს ორგანიზმში. და შესაბამისად, როდესაც პრობლემა გვაქვს შიგნითა საძილე არტერიასთან, ეს პრობლემები უკვე პირდაპირ მიბმულია თავის ტვინის პრობლემასთან. ხო, ხშირი გამოწვევი მიზეზი საძილე არტერიის შევიწროება არის თავის ტვინის იშემიური ინსულტის. ხო, მე თქვენს ჩანაწერს უსმინე წინა ჩანაწერს ბატონ ზაალთან, რომელიც ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა, ამისთვის და მადლობას მოგახსენებთ. იქ იყო საუბარი თავის ტვინის იშემიურ ინსულტზე და ბატონმა ზაალმა საკმაოდ გასაგებად ახსნა თუ რას ნიშნავს ეს. ხო, ეს არის თავის ტვინის გარკვეულ რეგიონში ნეირონების, ანუ თავის ტვინის უჯრედების კვდომა იმის გამო, რომ მათ არ მიეწოდება სისხლის ნაკადი. ამ მდგომარეობას ჩვენ ვეძახით თავის ტვინის იშემიურ ინსულტს. რატომ შევჩერდით ამ თემაზე, იმიტომ რომ ძალიან პრობლემური თემაა დღეს კაცობრიობისათვის. აი ბოლო 10 წლის მონაცემებს მოგახსენებთ, რომ ევროპის 715 მილიონიან მოსახლეობაში წლის განმავლობაში დაახლოებით 1.400.000 ადამიანი ხდება ამ იშემიური ინსულტის მსხვერპლი. და აქედან სადღაც მილიონამდე დაახლოებით ლეტალური გამოსავლით. ანუ სიკვდილიანობით. ხოლო ამ იშემიური ინსულტის მკურნალობას რაც შეეხება ხარჯები დაკავშირებული იშემიური ინსულტის მკურნალობასთან აღწევს დაახლოებით 38 მილიარდ ევროს წელიწადში. ანუ ეს არის
ძალიან დიდი პრობლემა ზოგადად კაცობრიობისათვის. და ამ პრობლემის ძირითადი და ხშირი გამომწვევი არის ზუსტად შიგნითა საძილე არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანება, ანუ შევიწროება. ათეროსკლეროზს მოკლედ ავხსნით რა არის, ხომ ეს არის ლიპიდური ცვლის დარღვევა, ანუ ცხიმოვანი ნივთიერებების ცვლის დარღვევა ადამიანის ორგანიზმში, რომ ჩვენ რო ვეძახით ქოლესტერინის მომატებას სისხლში. ცუდი ქოლესტერინი ხდება სიძარღვის შიგნითა კედელზე, არტერიის კედელზე ხდება ამ ქოლესტერინის დალექვა და დროთა განმავლობაში ეს ნალექი მატულობს. მატულობს და შესაბამისად იწვევს სანათურის თანდათანობით უფრო და უფრო შევიწროებას და საბოლოოდ სრულ ოკლუზიას, ანუ სრულ დახშობას. ეს შეიძლება განვითარდეს ეს პროცესი ჩვენს ორგანიზმში ნებისმიერ არტერიაში, აორტაში, საძილე არტერიებში, ქვემოკიდურების არტერიებში, ანუ კონკრეტული სამიზნე არ აქვს ამ დაავადებას და ერთ-ერთი ხშირი არის შიგნითა საძილე არტერიის დაზიანება ათეროსკლეროზული ფოლაკით, რომელიც შემდგომში იწვევს უკვე თავის ტვინის იშემიურ ინსულტს. ეს არტერიებზე ვამბობთ ჩვენ და ვენებში მსგავსი რამ არ ხდება თუ ვენებში ათეროსკლეროზული დაავადება არ ხდება, ეს ძალიან საინტერესო ფენომენია და სხვათა შორის დღესაც მიმდინარეობს კვლევა, ზუსტი დასკვნები არ აქვს თუ რატომ ხდება ესე, მაგრამ ვენაში ათეროსკლეროზული დაავადება ვენურ სისტემაში არ ვითარდება. ეს არის არტერიების პათოლოგია. ინსულტებზე სხვა მიზეზებიც მოქმედებს, რა თქმა უნდა, არის სტატისტიკაც, მაგრამ აქ 25% საერთო მიზეზებიდან მოდის შიგნითა საძილე არტერიების ზუსტად აი ამ ათეროსკლეროზულ დაზიანებაზე. 20%-ში დაახლოებით ინსულტი შეიძლება განვითარდეს არითმიის მქონე ადამიანებში, განსაკუთრებით მოციმციმი არითმია, ვისაც აქვს, ამ დროს წინაგულში წარმოიქმნება თრომბული მასა, რომელიც შემდგომ გაყვება სისხლის ნაკადს და თუ ეს მოხდა საძილე არტერიაში და შესაბამისად თავის ტვინის კვებავ სიძახში, ეს იწვევს უკვე იშემიურ ინსულტს. არის უფრო იშვიათი პათოლოგიები, მაგალითად ანევრიზმები, ან მოიას დაავადება, რომელიც ეთნიკური დაავადებაა ერთგვარი. არის ასეთი ჯგუფის ნოზოლოგიები, მაგრამ შედარებით იშვიათი, რომელიც 5%-ია საერთო ჯამში გამომწვევი, როგორც გამომწვევი მიზეზი თავის ტვინის იშემიური ინსულტის. და გარკვეულ პროცენტში ეტიოლოგია უცნობია. არის შემთხვევები, როდესაც უბრალოდ ვერ ვადგენთ მიზეზს, საიდან განვითარდა იშემიური ინსულტი. ახლა მექანიზმი რას წარმოადგენს თავი, როგორ ვითარდება? ამისი არსებობს ძირითადად ორი ძირითადი მექანიზმი თავის ტვინის ინსულტის, იშემიური ინსულტია საუბარი. ერთი არის ჰიპოპერფუზია თავის ტვინის, ასე მდგომარეობას ვეძახით იმ მომენტს, როდესაც თავის ტვინს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობით სისხლის ნაკადი. დაუშვათ შევიწროვდა სიძარღვი, ვერ ატარებს საკმარისი რაოდენობის სისხლის ულუფას და ეს იწვევს თავის ტვინის იშემიას. თითქოს ლოგიკურია, რომ ეს უნდა იყოს ძირითადი გამომწვევი, მაგრამ ეს ასე არ არის. ჰიპოპერფუზია თავის ტვინის შედარებით იშვიათი მდგომარეობაა და შედარებით იშვიათად მივყავართ თავის ტვინის ინსულტამდე, ვიდრე მეორე მექანიზმი, რომელსაც ქვია თრომბოემბოლია. თრომბოემბოლია ეს არის ათეროსკლეროზული ფოლაკიდან მოწმეტილი ნამცეცი, ესე რომ ვთქვათ, პატარა სეგმენტი, რომელიც წყდება ფოლაკს, მიყვება სისხლის ნაკადს და უშუალოდ თავის ტვინის უკვე წვრილ სიძარღვებში ეჭხირება, იჭედება და იქ იწვევს უშუალოდ ნეირონების სიკვდილს, მარტივად რომ ვთქვათ. ეს არის უფრო ხშირი მიზეზი. და არა ის, რომ ვთქვათ, შევიწროებულია სიძარღვი და თავის ტვინს საკმარისი რაოდენობით სისხლი არ მიეწოდება. იმიტომ ამასაც აქვს ფიზიოლოგიური ახსნა, ჩვენს თავის ტვინს აქვს ძალიან უხვისი ხმომარაგება, ესე ვთქვათ. ჩვენ ამას უწოდებთ ვილიზიის წრეს, არის ერთგვარი კონგლომერატი არტერიების, მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროს სიძარღვები ერთმანეთს უკავშირდება. და როდესაც პრობლემა არის რომელიმე სიძახში ცალმხარეს, კომპენსატორულად ხდება საწინააღმდეგო მხრიდან დახმარება, ესე ვთქვათ, იმ უბანზე, რომელსაც უჭირს.
ამიტომ ჰიპოპერფუზიით გამოწვეული იშემიური ინსულტი შედარებით იშვიათია. ეს დაავადება არის ვერაგი დაავადება, საკმაოდ, იმიტომ რომ მიმდინარეობს სიმპტომების გარეშე ხშირ შემთხვევაში. ანუ ადამიანს წლების განმავლობაში შეუძლება უვითარდებოდეს ეს ათეროსკლეროზული ფოლაკი საძილე არტერიაში, მაგრამ ამას არანაირი ჩივილი არ ახლავს თან. საერთოდ არ აწუხებს ადამიანს არაფერი, ცნობს თავს ჯანმრთელად და როდესაც მე ეს კრიტიკულ ზომას მიახლოს ფოლაკი, მოწმენდილ ცაზე, ესე რომ ვთქვათ, შეიძლება უცბად მოხდეს თავისუფლის იშემიური ინსულტი და ადამიანის ინვალიდიზაცია. შეიძლება სიცოცხლის წარქმევითაც კი დამთავრდეს ეს ამბავი, გააჩნია რა ხარისხით ხდება ინსულტი და რა რეგიონში ხდება, თავისუფლის რომელ რეგიონში ხდება ინსულტი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და განვითარებულ ქვეყნებში არის დიდი ხანია უკვე კეთდება აქცენტი ამაზე, პრევენციულ მედიცინაზე. რომ ადამიანს აწუხებს თუ არ აწუხებს, რაც სიმპტომი აქვს თუ არა, ის მინიმუმ წელიწადში ერთხელ მიდის და იტარებს პროფილაქტიკურ კვლევებს იმისთვის, რომ ზუსტად აი ამისთვის, რომ თუ თქვა შევიწროება დაწყებულია, ან არის საკმაოდ უკვე ისეთ სტადიამდე მისული, ხდება მისი აღმოჩენა გამოკვლევებით და უკვე პრევენციულად პაციენტს უტარდება ის მკურნალობა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული თავისუფლის იშემიური ინსულტი. და როდესაც სიმპტომი გამოვლინდება, ეს სიმპტომი უკვე შეიძლება იყოს ტრანზიტორული იშემია, ამ შემთხვევაში ერთგვარად გაუმართლა პაციენტს, რომ ეს გარდამავალი იშემია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირველივე ჯერზევე ჩამოყალიბდეს ესე ვთქვათ უკვე ინსულტის კერა, ანუ იქ მოხდეს ნეირონების შეუქცევადი სიკვდილი, რომლის აღდგენაზეც ჩვენ ბატონმა ზაალმა როგორც ისაუბრა, რამხელა პრობლემებია, ხო, მთელი კვლევები მიდის იმისთვის, რომ ღეროვანი უჯრედებიდან შემდეგ მოხდეს ამ მკვდარი ნეირონების ჩანაცვლება ცოცხალად. და ამიტომ ზოგადად ჯობია რომ ეს არ დაგჭირდეს, ხო, არ მივიდეს აქამდე საქმე, რომ თავისუფლის იშემიური ინსულტი მოხდეს. ზუსტად გასაგები პრინციპია ეს, რომ ჯობს წინასწარ, იმიტომ რომ ჯერ სახელმწიფოსაც ძალიან ძვირი უჯდება, შემდეგ ასეთი ავადმყოფების მკურნალობაც და მათი გამოყვანა მდგომარეობიდან, ან იმიტომ რომ ქონდა ჩვენ აქ სამწუხაროდ ესეთი შემთხვევა, ჩემი ახლო მეგობარს დაემართა ესეთი იშემიური ინსულტი წელს ზაფხულში აქ გერმანიაში და ჯერჯერობით, ფიზიკურად კარგად არის, მაგრამ ქონება ჯერჯერობით ძალიან მრავალფეროვანია გამოვლინება, ხო? ანუ ზოგს შეიძლება მეტყველების დარღვევა დარჩეს, შეიძლება ზოგს ჰემიპარეზია, ჰემიპლეგია განუვითარდეს, ანუ ხელს ამ ფერს ვერ ამოძრავებს, ზოგს მენტალური პრობლემები აქვს, ზოგს ვიზუალური პრობლემები აქვს, ანუ გააჩნია გააჩნია რომელი დაზიანდა, ხო, ეს არის რეგიონში მოხდება ეს. აი ეს რა მეთოდია? როგორ ხდება დიაგნოსტიკა, ვთქვათ, გააქვს, არა გააქვს ეს ამერ სირთულესთან, მე ვიცი რომ სირთულესთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ თქვენ მაინტერესებს უბრალოდ მაყურებელს. პირველ რიგში ხდება პაციენტის გამოკითხვა, ანუ გამოკითხვა ძალიან ინფორმატიული მეთოდია, იმიტომ რომ ზოგჯერ ეს არის ისეთი სიმპტომები, რომელსაც პაციენტი თვითონ არ აქცევს ყურადღებას და ვერ აფასებს მის მნიშვნელობას. და როდესაც ხდება გამოკითხვა, ხო, ანუ როდესაც ჩაეძიები რაღაც საკითხებში, ხო, ამ შემთხვევაში მე უკვე ახსენდება, რომ თურმე ეს ქონია, მაგრამ თვითონაც არ მიუქცევია ყურადღება. აი მაგალითად წამიერი გონების კარგვა. ხო, ბევრ ადამიანს აქვს რომ წამიერად გაითიშება და შემდეგ ისევ მოდის გონზე, ხო, და ანუ ამას არ აქცევს ყურადღებას, აგრძელებს ჩვეულებრივად ყოველდღიურ ცხოვრებას და შეიძლება რამდენჯერმეც განმეორდეს ეს ეპიზოდი, მაგრამ არ აქცევს ყურადღებას. შეიძლება არის ხოლმე მომენტი, როდესაც ადამიანს რამდენიმე წამის ან წუთის განმავლობაში გაუძნელდეს მეტყველება. და ის შემდეგ ისევ აღუდგეს, მაგრამ რადგან ეს ხანმოკლედროის პერიოდში აღდგება, ის არ აქცევს ამას ყურადღებას, არ ანიჭებს მნიშვნელობას. ამიტომ გამოკითხვის დროს შეიძლება ჩვენ აღმოვაჩინოთ ტრანზიტორული იშემიის სიმპტომები, ანუ ეს გარდამავალი დარღვევები, წამიერი, წუთიერი,
ეს არის რეალურად ინსულტის წინამდგომარეობა. ხან მოკლეა გადადის, მაგრამ შეიძლება ერთ დღესაც არ გადავიდეს და ჩამოყალიბდეს იშემიური. ეს ორი ძირითადი სიმპტომია თუ კიდევ რამე არა, ზოგს თქვა აქვს ხედველობის გარდამავალი დარღვევა, შეიძლება თვალში დაუბრუნდეს რამდენიმე წამის განმავლობაში ადამიანს და დაუბრუნდეს ხედველობა. ამასაც მიიჩნევს უმნიშვნელოდ. შეიძლება ხელში ამ ფეხში მზნობელობა დაკარგოს წუთიერად, ან წამიერად. ანუ სიმპტომატოლოგია მრავალფეროვანია. და ამ გამოკითხვით ჩვენ ამას ვადგენთ, იმიტომ პაციენტი ამას არ აქცევს ყურადღებას და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ამას უნდა მიაქციოს ყურადღება და თუ ეს შენიშნა, ნუ აუცილებლად შემდეგ უკვე უნდა მიმართოს კლინიკას. მეორე ეტაპი უკვე, როდესაც ჩვენ გამოკითხვას ვამთავრებთ, ეს არის ტრიპლექს სკანირება. ანუ იგივე ეს არის ულტრავგერითი გამკვლევა საძილე არტერიების. დღევანდელი აპარატურა გვაძლევს საშუალებას, რომ სრულყოფილად იქნას ათვალიერებული სიძარღვები. ჩვენ ხედავთ ეხოსკოპიით, არის თუ არა შევიწროება საძილე არტერიაში, არის თუ არა არტერიის ანევრიზმული გაგანიერება. და როდესაც აღმოჩნდება, რომ ეხოსკოპიაზე არის გარკვეული ნიშნები ამ დაზიანების, შემდგომში უკვე ვაღრმავებთ დიაგნოსტიკურ კვლევებს და ესე იგი საბოლოო ეტაპი ეს არის უკვე კომპიუტერული ტომოგრაფია. კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე უკვე ზუსტად ჩანს, რა დაზიანება, რა გავრცელებით არის, რა ხარისხით არის გამოხატული. ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქირურგისთვის. იმიტომ რომ ქირურგი ამაზე დაყრდნობით სვავს ოპერაციის ჩვენებას, საჭიროა თუ არა ოპერაცია და თუ საჭიროა რა სახის ოპერაცია უნდა გაკეთდეს კონკრეტულ პაციენტთან. და რა თქმა უნდა თავის ტვინის კვლევაც ტომოგრაფია, იმიტომ რომ ზოგჯერ არის რომ თავის ტვინში აღმოვაჩენთ ხოლმე იშემიურ კერებს, ანუ გადატანილ პატარა ინსულტის კერებს, რომელიც კლინიკურად არ გამოვლინდა, ანუ არ იცის პაციენტმა რო აქვს. ესეთებიც ხდება. იმიტომ აუცილებლად ეს თავის ტვინიც უნდა შემოწმდეს. ანუ ძალიან პატარა უბანია დაზიანებული და აქ მრავლობითი კერებია, ანუ პაციენტს რო ეკითხები, არც ინსულტია გადატანილი, არც რაიმე ნევროლოგიურ პრობლემას არ აღნიშნავს. როდის დგება ოპერატიული ჩარევის აუცილებლობა, აი რა უკვე რაღაცა უკვე მაღალი ხარისხის დაზიანება როდესაც არის ალბათ, ხო? ამაზე ჩვენ ყოველთვის ძირითადად ამერიკის და ევროპის სიძახთა ქირურგთა ასოციაციები ქმნიან გაიდლაინებს, სპეციალურ პუბლიკაციებს, რომელსაც ეცნობა პლანეტის მასშტაბით ყველა სიძახთა ქირურგი, სადაც არის რეკომენდაციები სხვადასხვა კატეგორიების და სადაც არის გარკვევით ნათქვამი თუ რა შემთხვევაში უკვე არის ოპერაციის ჩვენება, რა შემთხვევაში არ არის ოპერაციის ჩვენება. ოპერაციის ჩვენება ძირითადად განისაზღვრება იმით, პაციენტი არის სიმპტომური თუ ასიმპტომური. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ შეიძლება პაციენტს ჰქონდეს სიმპტომი გამოხატული, ან არ ჰქონდეს. თუ პაციენტს აქვს სიმპტომი გამოხატული, ოპერაციის ჩვენება უკვე იწყება 60-65%-იანი სტენოზის შემთხვევაში. ანუ როდესაც სანათური 60-65%-ით დაკეტილია და პაციენტს გამოხატული აქვს სიმპტომი, ეს არის უკვე ოპერაციის ჩვენება. თუ პაციენტი არის ასიმპტომური, ანუ არ აქვს სიმპტომი გამოხატული, მაგრამ აქვს შევიწროება, ამ შემთხვევაში ოპერაციის ჩვენება იწყება 70-75%-დან უკვე. ანუ უფრო მაღალი პროცენტიდან. თუ თქვათ შევიწროება არის 50% ან უფრო ნაკლები, ამ შემთხვევაში პაციენტს ენიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა, რაც გულისხმობს ქოლესტერინის მარეგულირებელ წამლებს, ანუ სტატინებს, ასევე გამათხელებელ დეზაგრეგანტებს, ანუ ჩვენ რო ასპირინს ვეძახით ამ ჯგუფის პრეპარატებს და ხდება პაციენტის აყვანა კონტროლზე, ანუ ყოველ 6 თვეში ან ყოველ წელიწადში ერთხელ მან უკვე აუცილებლად უნდა გაიგეთოს ეს ეხოსკოპია, იმიტომ რომ შეიძლება ერთ წელს რომ აქვს 50%-იანი შევიწროება, 2 წელიწადში გქონდეს 70%-იანი შევიწროება. ამაზე მოქმედებს ცხოვრების წესიც, ხო? ძალიან მავნებელია ამ შემთხვევაში თამბაქოს წევა, ეს არის პირდაპირი ტრიგერი ამ პროგრესის, ათეროსკლეროზული ფოლაქის
თუმცა ბევრი პაციენტი ამას უგულებელ ყოფს და ანუ არ ასრულებს რეკომენდაციებს, შესაბამისად ასეთ შემთხვევაში პროგრესი უფრო სწრაფად ხდება. გაგა, აი მე რა მაინტერესებს თამბაქო გასაგებია უამრავ რაღაცას ვნებს, მაგრამ თქვათ იმ ლიპიდურ ცვლებთან რამე ურთიერთობაში არის, თქვათ ნიკოტინის და მასში შემავალი კიდე თამბაქოში შემავალი, იმიტომ რომ როგორც მე ვხვდები, მაინც ლიპიდური ცვლის ამბებია. იცით, რეალურად ეს არის გარკვეული შედეგი ლიპიდური ცვლის დარღვევის. ტრიგერი არის სხვადასხვა ფაქტორებია, შეიძლება იყოს არასწორი კვება, თამბაქოს წევა, გენეტიკური წინასწარ-განწყობა, შეიძლება ადამიანი არ ეწეოდეს ცხოვრება, არ ქონდეს სიგარეტი მოწეული, მაგრამ უვითარდება ათეროსკლეროზი, იმიტომ რომ დედას, მამას ან ბაბუას ქონდა. ანუ ეს გენეტიკას ვერ გაურბივართ ვერსად. ანუ მულტიფაქტორულია. და რომელიმე ამის ტრიგერის აგზნებით ხო, შემდეგ უკვე მიდის ერთვება ჯაჭვი პათოლოგიური, რომელსაც მიყავართ უკვე ლიპიდური ცვლის დისბალანსთან, ხოლო ეს დისბალანსი უკვე იწვევს შემდეგ იმას, რასაც იწვევს, რომ ჩდება სიძარღვების შიდა კედლებზე ათეროსკლეროზული ფოლაკები. პრაქტიკაში აქტიურად ვიყენებთ სტატინებს, რეალურად პირდაპირ მოწოდებულია ყველა გაიდლაინში, რომ პაციენტს, რომელსაც აქვს ათეროსკლეროზული დაავადება, ან რისკ ფაქტორი აუცილებელია მისთვის სტატინის დანიშნა და ისინი ამას ღებულობენ ხანგრძლივ ვადებში. და რა თქმა უნდა, მაგრამ მარტო სტატინი ამას არ შველის, თუ თქვათ, ეხლა ადამიანი სვავს, ეწევა, არასწორად საკვებს იღებს, მარტო სტატინი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. ეს უნდა იყოს კომპლექსური ყველაფერი ერთდროულად. გამორიცხვა, სწორი კვება, სწორ კვებაში იგულისხმება ის, რომ ის საკვები, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმებს და ქოლესტერინს, უნდა მოვერიდოთ. შეიძლება თქვა ცალკეული დავკონკრეტდეთ, რომელი საკვები უფრო მავნებელია და რომელი არა. რომ ზოგადად, ანუ ცხიმოვანი საკვები უნდა შევზღუდოთ მაქსიმალურად კვების რაციონი. როცა ასეთი პრობლემის წინაშე ვართ, იმიტომ ეხლა ცხიმი მაინც ჩვენთვის აუცილებელი. რა თქმა უნდა, მაგალითად, ცხოველური ცხიმების ამოღება, თევზი და თევზის ცხიმი პირიქით სასარგებლოა. არანაირი შეზღუდვა არ არის. სხვადასხვა აი უცხიმო ხორცით არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. აქ საუბარი არის უშუალოდ აი ცხიმზე. იმიტომ შეიცავს დიდი რაოდენობით ქოლესტერინს. ცხიმი, კვერცხი, რძის ნაწარმი, ეს შეიცავს დიდი რაოდენობით ქოლესტერინს. მე ანონსი გავაკეთე ჩვენი ინტერვიუსი და მაყურებლებს თხოვე რომ კითხვები დაესვათ და მოეწოდებიათ ჩემთვის, რომელსაც მე თქვენ დაგისვამდით და ერთ-ერთი იყო რომ ნაწილობრივ ჩვენ ამას უკვე უპასუხეთ. მცენარეული საკვებით კვება რამდენად გამართლებულია. მე როგორც ევოლუციონისტი და რომელმაც მეტნაკლებად ვიცი ადამიანის ისტორია, როგორ ვითარდებოდა, ჩვენ ფაქტიურად ჩვენი თავის ტვინი განვითარდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ნადირობა დავიწყეთ და ცხიმების და პირველი ყველაზე გემრიელი საჭმელი მაგალითად ნეანდერტალებისთვის და ჰომო ერექტუსებისთვის იყო ძვლის ტვინი. იმიტომ რომ ყველა მათ სადგომზე ნაპოვნი არის გატეხილი ძვლები, ძვლის ტვინის ამოსაღებად, იმიტომ რომ ეს საკმაოდ დიდი ენერგიის წყაროა და ასევე ასაკვებში ვერც ვეცილებოდით სხვა მტაცებლებს. ხო, ვერა, მტაცებლები იქეთ გადავიყვანეთ წითელ წიგნებში და ასე რომ საბოლოო ჯამში თავის ტვინიც ფაქტიურად ეს ცხიმია, რომელიც ცხიმოვანი ქსოვილია, ასე ვთქვათ, ცხიმოვანი ქსოვილი არ არის უამრავი რაღაცაში, მაგრამ ანუ მთლიანად ცხოველური საკვების ამოღება ამდენად დადებითად თქვათ იმოქმედებს ეს ჩემს კომპეტენციას უკვე ცდება, მაგრამ ჩემი პირადი აზრით ცხოველური საკვები რა თქმა უნდა აუცილებელია ადამიანისთვის, იმიტომ რომ არ ამგონია რომ მხოლოდ სცენარეული საკვებით ადამიანის მოთხოვნილება, ორგანიზმის მოთხოვნილება ამ ნივთიერებებზე იქნას დაკმაყოფილებული. თუმცა პრობლემა ამ თემაში ახლა ძალიან ღრმად ვერ შევალ, იმიტომ რომ არ არის ჩემი არ ვარ კომპეტენტური ამაში და ვიცი რომ ძალიან ისეთი ხელჩართული ბრძოლა მიდის ამ ვეგანებს და ესე ვთქვათ, ჩვეულებრივ კვების მოყვარულ ადამიანებს შორის. ჩემი აზრით მაინც საჭიროა
გარკვეული რაოდენობით ხორცის მიღება საჭიროა ადამიანის ორგანიზმისათვის, როგორც ბრძანეთ, ხო, მთელი ევოლუციის პროცესში ესე განვითარდა ჩვენი ორგანიზმი და ხა დღეს ერთ დღეში ამისი გადაკეთება, რაღაც მე მგონი რომ შეუძლებელი იქნება. მეც საკმაოდ რთული მოსანელებელია და ამიტომ აქვს მაგალითად სხვა სამჯერ უფრო გრძელი ნაწლავი აქვს ვიდრე თქვა ლომს, რომელიც მასზე 4ჯერ დიდია, ხო? იმიტომ რომ დაცემული ცხოველური საკვები უფრო ადვილი მოსანელებელია. გაგა, რა არის თუ არა რაიმე განსხვავება ეხლა თქვენ ლიტერატურას ეცნობით ყველა ენაზე თითქმის ხელმისაწვდომზე და საქართველოში ჩვენ ცხიმის მოყვარულები ვართ, თამბაქოს მოყვარულები ვართ, ღვინის მოყვარულები ვართ. არის რამე თქვა განსხვავება იმ ქვეყნებს შორის და საქართველოს შორის, რომლისგანაც თქვენ შემოგდით ხოლმე სტატისტიკური მონაცემები აი ამ ინსულტების და ზოგადად სიზარღვების დაავადებების. განსხვავება არის, ახლა მე სტატიები ერთია და მე მქონდა ამისი შედარება თქვენას უბრალოდ პირადად მე თვითონ გამიკეთებია შედარება, იმიტომ რომ მე მომიწია გარკვეული წლები საზღვარგარეთ მუშაობა და მე ვიცი ქაური პაციენტების მდგომარეობა და შესაბამისად პარალელს ვავლებ ქაურ პაციენტთან. კი, ანუ რეალურად იქ უფრო მეტად უწევთ ადრეულ სტადიებზე პრობლემის მოგვარება. ანუ მაგრამ ეს არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ თქვათ, ეხლა ფრანგი უფრო ნაკლებს ეწევა, ვიდრე ქართველი. ძირითადად ეს დაკავშირებულია იმ პრევენციულ ისე და ესე პრევენციულ მედიცინასთან. ადრეულ ეტაპზე ხდება პრობლემის აღმოჩენა და შესაბამისად საწყის სტადიაზე პრობლემის მოგვარება ოპერაციის გზით თუ მედიკამენტოზური გზით უფრო მარტივია. თუმცა, რა თქმა უნდა, იქაც არის შორსწასული ფორმები და იქაც არიან ეხლა პაციენტები და ისეთი პაციენტები, რომლებიც არ იცავენ რეკომენდაციას, გაიკეთებენ ოპერაციას და ჰოსპიტალის ეზოში ეწევიან სიგარეტს, ვთქვათ. ბევრია ესეთი, იქაც. ხო, იდეალური ადამიანი. პრევენციული მედიცინა მაინც უკვე აი ამ სხვაობას ქმნის. რეალურად გვიწევს აი სტადიის მესამე, მეოთხე, ანუ ტერმინალურ სტადიაში მის მდგომარეობების გამოსწორებაში. ეს რა თქმა უნდა შემდეგ მოქმედებს შედეგების სტატისტიკაზეც, სირთულეზეც, გამოსავალზეც და ასე შემდეგ. ამიტომ ეს აუცილებლად ეს პრევენციული მედიცინა ეს აუცილებლად უნდა განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში. ეს სხვანაირად არ გამოვა ეს. გაგვიჭირდება. ხო, მე ახლა ის გამახსენდა ექსპედიციაში ჩვენ მაგალითად არ გაგვიშვებდნენ ისე საბჭოთა კავშირის დროს ხდა. საზღვრებში წყობა იყო, მაგრამ ეს გქონდათ, ანუ ექსპედიციაში სანამ წახვიდოდი, უნდა გაეკეთებია, გაგებლოს სრული დისპანსერიზაცია. ну მე მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ამას მანდა მაინც სერიოზულად არ აღვიქვამდი, მაგრამ უამრავი ეხა ჩემი თანამშრომლები, რომლებიც ჩემზე ასაკიდიდები იყვნენ, აი ამ დისპანსერიზაციის შედეგად ხდებოდა გამოვლენა ადრეულ სტადიებში ძალიან ბევრი დაავადების და დღეს მსგავსი რამ უკვე მარტო პაციენტზეა დამოკიდებული თუ თქვათ არსებობს ასეთი ის იყო აბსოლუტური მოთხოვნა იყო უბრალოდ. ქაღალ სანამ არ მიიღებდი მეცნიერებათა აკადემიას თავის პოლიკლინიკა ჰქონდა და ეჩეი მუშაობდა სხვათაშორის ყელყურცხვირის ექიმი იყო. იქედან უნდა მიგეტანა ქაღალდი რომ მე ექსპედიციაში გაეშვა. ახლა მსგავსი რამ ალბათ უკვე რა თქმა უნდა აღარ. მოსვაში მე არ გამიგია. არა და აუცილებელი არის ისეთი პროფესიები, რომლებიც ამას საჭიროებს, მაგალითად ფრინავები, მძღოლები. ხო, აი ჩვენ რაც ვახსენეთ წამიერი გათვიშის ეპიზოდი, ახლა კი წარმოიდგინეთ მძღოლი, რომელსაც გადაყავს დაახლოებით 40-50 ადამიანი, ხო, ტრანსპორტში. და გაითიშა წამიერად. ეს ხო შეიძლება დამთავრდეს ძალიან ცუდად. ამიტომ არის რაღაცა კატეგორიები ადამიანების პროფესიის მიმართ, რომელსაც აუცილებლად ჭირდება ეს პრევენციული გამოკვლევები, რომ თუ რამე პრობლემა აღმოჩნდეს და არ მიგვიყვანოს კატასტროფულ შედეგამდე, ვთქვათ. აქ უკვე მარტო მისი ჯანმრთელობის საკითხი არ დგას. ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის საკითხი დგას. იგივე ფრინავებზე შეიძლება ითქვას რაღაც მსგავსი პროფესიის ადამიანებთან. მაინც რომ ჩატარდეს, აი ამ ხალხთან მაინც რომ ჩატარდეს პრევენციული კვლევები, ესეც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი და
კარგი იქნება. დაახლოებით რა ხდება, როდესაც თქვენ ხსნით თუ როგორ არის, არ ვიცი, საძილე არტერია შედიხარ ჩიგნით და აი რას აკეთებთ? რას უკეთებთ მას? საძილე არტერიების ქირურგია ეს არის საკმაოდ რთული ქირურგია, მოდით დავიწყოთ იქედან, რომ ზოგადად კაცობრიობის საძილე არტერია იყო ოდითგანვე ცნობილი, ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში ჰიპოკრატეს პერიოდში ჰიპოკრატემ აღწერა თავის ტვინის იშემიური ინსულტი და მას აპოპლექსია უწოდა. ამოხსნაგდეს მექანიზმი მიხვდა, რომ ეს სამხარეს სხეულის გაჩერება დამბლად დაკავშირებული უნდა ყოფილიყო თავის ტვინთან. იმ ეპოქაში ამის მექანიზმის ამოხსნა არ იქნებოდა მარტივი. და ეს ცნობილია, რომ ჰიპოკრატემ ეს აღწერა. თვითონ სიტყვა კაროტის, ანუ ლათინურად საძილე არტერიას ქვია არტერია კაროტის. ანუ კაროტის არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს ძილს. და რატომ? რომ ისინი დააკვირდნენ, რომ აქ ზეწოლით ამ არტერში ხდებოდა ადამიანის ძილიანობისკენ წასვლა, ანუ გონების კარგვა ემართებოდა. და ამიტომ უწოდეს ამ არტერიას საძილე არტერია და აქედან მოყვება ეს სახელი. მთელი ისტორიის პრიზმას თუ განვიხილოთ, ნახავთ, რომ ძალიან ნელა და დუნდეთ მიდიოდა ამ მიმართულებით რაღაც მეცნიერული წინსვლები. დაახლოებით რენესანსის ეპოქამდე არაფერი მნიშვნელოვანი არ მოხდარა. შემდგომში უკვე რენესანსის ეპოქაში ანატომებმა დაიწყეს ამ არტერიების უფრო კონკრეტულად აღწერა, მანამდეც იყო ანატომიური აღწერილობები, მაგრამ უშუალოდ დეტალურად აღწერა დაიწყეს რენესანსის ეპოქიდან. შემდეგ მე-16 საუკუნეში ამბრუაზ პარემ გააკეთა პირველი ლიგირება საძილე არტერიის, ამ ლიგირება ნიშნავს გადაკვანძვას, ანუ დაჭრილი მებრძოლი იყო, რომელსაც სიზღლენა ჰქონდა ძლიერი არტერიდან და იმ პერიოდში რეკონსტრუქციას აღდგენას რა თქმა უნდა ვერ გააკეთებდნენ და გადაკვანძა ეს არტერია, რომელიც დასრულდა იშემიური ინსულტით, ანუ პლეგია მიიღო პაციენტმა, მაგრამ გადაარჩინა. სიცოცხლეს გადაარჩინა. შემდეგ 1803 წლამდე უკვე არაფერი ისეთი არ ხდება ისევ და არის ესეთი ექიმი კოქსველი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიმეორა იგივე ოპერაცია გადაკვანძვა ანევრიზმის გამო, არა ტრავმის გამო, არამედ არტერიის ანევრიზმა იყო და ამის გამო გააუქმა ეს სიზარღვე. ხოლო უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც კარელმა გააკეთა პირველი სიზარღვოვანი ანასტომოზი და უკვე სათავე დაუდო რეალურად გულსიძახთა ქირურგიის ახალ ერას. ესე იგი, მან აჩვენა, რომ სიზარღვისთან შეერთება შესაძლებელია. კარელი თუ არ ვცდები ნობელის პრემიის ლაურეატიც არის მედიცინის დარგში. აი აქედან უკვე იწყება ძალიან სწრაფი პროგრესი ზოგადად გულსიძახთა ქირურგიის და შესაბამისად საძილე არტერიების ქირურგიასთან მიმართებაში. 1951 წელს კონლეიმ გააკეთა შუნტირება საძილე არტერიის, ანუ შემოვლითი გზა გააკეთა ხელოვნურად, თავის ტვინის რომ ნორმალურად მიწოდებოდა სისხლი. გამოიყენა ვენა და თავისივე ვენით გააკეთა, ესე იგი, ახალი გზა, ესე რომ ვთქვათ, თავის ტვინისკენ. შექმნა ახალი გზა სისხლის მიწოდებისათვის და 2 წლის შემდეგ უკვე მაიკლ დებეკმა, რომელსაც გულსიძახთა ქირურგიის მამას უძახიან, ეს არის ამერიკელი გულსიძახთა ქირურგი, რომელიც დღეს უკვე ცოცხალი აღარ არის, მაგრამ დიდი გარდატეხა შეიტანა ზოგადად ამ სფეროში, უამრავი აღმოჩენა და მიგნება ეკუთვნის ამ ადამიანს და რეალურად იმსახურებს კიდეც ამ სახელს, როდესაც უძახიან, რომ ის გულსიძახთა ქირურგიის მამაა. და მაიკლ დებეკმა შეასრულა საძილე არტერიიდან ენდარტერექტომია, რომელსაც დღეს უკვე ვიყენებთ რუტინულად. ან პლანეტის მასშტაბით საძილე არტერიებზე რუტინულად ხდება ამ ოპერაციის შესრულება. რაში გამოიხატება გაუკაცრავად? აი ზუსტად ეს ფოლაკი, რომელიც არის სიზარღვის შიგნით შრეზე დადებული, ხდება ამ არტერიის გახსნა და ამ ფოლაკის მოცილება სიზარღვის შიდა შრესთან ერთად. ანუ ხდება მექანიკური დაბოლების მოცილება და შემდეგ უკვე სიზარღვის აღდგენისას მისი გამოვლობა არის სრულფასოვანი.
ამ ოპერაციას ქვია კაროტიდული, ანუ საძილე არტერიიდან ენდარტერექტომია. უკვე 1953 წლიდან, როდესაც კარგი შედეგი მიიღეს ამ ოპერაციის, უკვე დაიწყო დახვეწა სხვადასხვა მეთოდები, სხვადასხვა ბევრი ნიუანსი იქნა შეტანილი ამ ოპერაციაში და დღეს უკვე მივედით იქამდე, რომ სტატისტიკურად, მსოფლიო სტატისტიკით გართულების რისკი ამ ოპერაციის დროს არის სადღაც 1.9, ნუ მაქსიმუმ 2%. ანუ 100 პაციენტიდან შეიძლება ერთი გართულდეს, ან 2. ან შეიძლება საერთოდ, ანუ საკმაოდ მაღალ დონეზე. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია თვითონ ქირურგის გამოცდილებაზეც, მაგრამ დამოკიდებულია ტექნოლოგიებზეც, ხო? ვთქვათ, იგივე ანესთეზია, რა მასალას ხმარობთ საკერად და ასე შემდეგ. რაც უფრო იხვეწება ტექნოლოგია, შედეგებიც უკეთესი გვაქვს. და ჩვენთან ძირითადად თქვენ ატარებთ ამ ტიპის ოპერაციებს, ხო? მე როგორც ხვდები. პლანეტის მასშტაბით კეთდება ძირითადად ეს ოპერაცია. იშვიათად ანუ საქართველოშიც. ენდარტერექტომია, კი. თუმცა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება სხვა სახის ოპერაციად გაკეთდეს, მაგალითად თუ გვაქვს ანევრიზმა, რომელიც საკმაოდ იშვიათი ნოზოლოგიაა, საძილე არტერიის ანევრიზმა იშვიათად ხდება. ამ შემთხვევაში ვაკეთებთ შუნტირებას, რაც წეღან ვახსენეთ. ხო, ვიღებთ საკუთარ იმ პაციენტიდან ბარზაყის რეგიონიდან ვენას, კანქვეშა ვენას და მას მარტივად რომ ვთქვათ, ვიყენებთ დაკეტილი სიზარვის მაგივრად. ანუ ბაიპას, ანუ შემოვლით გზას ვაკეთებთ. შემოვლით. და ეს ოპერაცია უფრო იშვიათად. ეხლა ამ უკვე ბოლო მასში 20 წლებში ძალიან განვითარდა ენდოვასკულური ქირურგია, ანუ ხალხში ამას უსისხლო ოპერაციას ეძახიან. როდესაც განაკვეთი არ ტარდება, კათეტერი შევდივართ სიზარღვში და ვახდენთ ამ შევიწროებული ადგილის სტენტირებას სიზარღვის შიგნიდან. გაფართოებას, ანუ გაფართოებას. ენდოვასკულური ქირურგია ძალიან სწრაფად პროგრესირებს, ძალიან კარგი შედეგებია და ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ ამ მიმართულებაზე. თუმცა საძილე არტერიებთან მიმართებაში ოქროს სტანდარტად მაინც დღეს რჩება ღია ქირურგია, ანუ ის ქირურგია, რომელიც წეღან აღწერეთ. რომელიც სისხლთან არის დაკავშირებული. რომელიც სისხლთან არის დაკავშირებული. თუმცა სხვა მიმართულებებში ენდოვასკულურმა ქირურგიამ აშკარად დაჯაბნა. ღია ქირურგია, თქვა კუნკერდის აორტის ქირურგია, აი კუნკერდის აორტაზე რეალურად თუ რამე განსაკუთრებული და გამონაკლის შემთხვევა არ არის, კეთდება ესე ამ უსისხლო მეთოდით. მაგრამ აი რაც შეეხება საძილე არტერიების ქირურგიას, კეთდება სტენტირებები, მაგრამ ოქროს სტანდარტად მაინც მიჩნეულია ღია ოპერაციები. ჩვენ ვატარებთ საჭიროების მიხედვით, რაც გვჭირდება, იმას უკეთებ ასე. უმეტეს შემთხვევაში, ახლობით 95%-ში გვიწევს ამ ენდარტერექტომიის გაკეთება, რომელიც ტექნიკაც ავწერეთ. სადღაც 2 საათამდეა, შეიძლება გაკეთდეს რეგიონალური ანესთეზიით, ანუ ოქროს ბლოკირება კისრის წნულის, ეს უკვე ანესთეზიოლოგის პრეროგატივაა, ან შეიძლება ოპერაცია გაკეთდეს ზოგადი ანესთეზიით, ანუ პაციენტს ვიღება წინოლის. ნუ ეს ძირითადად მაინც განპირობებულია ქირურგის გამოცდილებით, ქირურგის არჩევანით. კონკრეტულად მკაცრი რეკომენდაციები გაიდლაინებში არ არის, რომ მაგალითად ესე უნდა გააკეთო, ან უნდა დააძინო, ან არ უნდა დააძინო. რეაბილიტაციის პერიოდი რამდენი ხანი არის დაახლოებით ამ? თუ ყველაფერი კარგად მიდის გეგმის მიხედვით და რა თქმა უნდა 98-99%-ში ასეც ხდება, ჰოსპიტალიზაციის პერიოდი არის საშუალოდ 2 დღე. და ისეთი დიდი რეაბილიტაციის სარეაბილიტაციო ღონისძიებებიც არ ჭირდება. რეალურად პაციენტი არის აქტიური, პრაქტიკულად სადღაც 10 დღეში შეუძლია დაუბრუნდეს სამუშაოს. და ერთადერთი რაც არის, უბრალოდ უნდა დაიცვას ის წესები, კვების, ცხოვრების ჯანსაღი და აუცილებლად ენიშნება ის ხანს იცოცხლებს, ხო? ის რაც თქვენ აღნიშნეთ, აი სტატინი აუცილებლად ენიშნება და ასევე აუცილებლად ენიშნება სისხლის გამათხელებელი საშუალება. იმიტომ რომ ის ნაოპერაციები რეგიონი მაინც შეცვლილია. ანუ იქიდან მოცილებულია
შიგნით აშრეს სიძარღვეს, ამიტომ იქ თრომბის წარმოქმნის ალბათობა უფრო მეტია. ამიტომ ადამიანმა უნდა მიიღოს აბების სახით სისხლის გამათხელებლები, რომ რაღაც ოპერაციის შემდგომ პერიოდში გართულებები არ მოხდეს. აი რა ბუნება აქვს ანევრიზმას და რით არის იგი საშიში, იმიტომ რომ ერთ-ერთი კითხვა იყო ასეთი, რომ გახშირდაო და რაღაც არ მგონია რომ გახშირდა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაც გახშირდა, იმიტომ რომ დიაგნოსტიკური მეთოდები გაუმჯობესდა. ანუ ის შემთხვევები, რომლებსაც ჩვენ ვერ ვნახულობდით, თქვა სტეტოსკოპით მოსმენით და ასე შემდეგ, დღეს დიაგნოსტიკური მეთოდები ძალიან ესე ვთქვათ განვითარდა და შესაბამისად ასეთი შემთხვევების ნახვა უფრო გახშირდა. ხო, ანუ ანევრიზმა რო განვარტოთ, ანევრიზმა რა არის? ანევრიზმა ეს არის სიძარღვის გაგანიერება, რომლის დიამეტრიც მინიმუმ 2-ჯერ აღემატება ნორმალურ დიამეტრს. 2-ჯერ ან მეტჯერ. ხო, რატომ გვეშინია ანევრიზმის? იმიტომ რომ ხა ადვილი მისახვედრია ელემენტარული ფიზიკა, ხო, რომ არტერიული წნევა, როდესაც მოქმედებს ამ კაბერილ სიძარღვზე, არის რუპტურის, ანუ გასყდომის მაღალი რისკი. ასევე მეორე გართულება, რომელიც ანევრიზმას ახასიათებს, არის ის, რომ ანევრიზმის პარკში ხდება სისხლის ტურბულენცია, უწესრიგო მოძრაობა. ტურბულენციის შედეგად ხდება თრომბული მასების წარმოქმნა, რომელიც შემდეგ მიყვება სისხლის ნაკადს და ახშობს იმ არტერიულ აუზს, სადაც ეს ანევრიზმა განვითარებულია. თუ საძლე არტერიაზე ანევრიზმა, ხო, აქედან თრომბულ მასას გაისვრის თავის ტვინისკენ და ეს გამოიწვევს თავის ტვინის იშემიურ ინსულტს. ანუ და ეტიოლოგია, ანუ წარმოშობი მიზეზები ანევრიზმის ასევე მულტიფაქტორულია. ყველაზე ხშირი ისევ ათეროსკლეროზს უბრუნდებით, ანევრიზმის გამოწვევი მიზეზთა შორის ყველაზე ხშირი სიძარღვთა ისევ მაობლიტირებელი ათეროსკლეროზული დაავადება, იმიტომ რომ ის იწვევს არა მარტო ფოლაქის განვითარებას, არამედ თვითონ სიძარღვის კედლის სტრუქტურის ცვლილებებს. ელასტიკური ბოჭკოების განლევას და ამის შემდეგ ხდება ანევრიზმის ჩამოყალიბება. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის არტერიული ჰიპერტენზია. ეს ლოგიკურია, ხო, რაც უფრო მაღალია წნევა და რაც უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ატარებს ადამიანი მაღალ წნევას, მით უფრო მეტი რისკია, რომ ეს არტერია რომელიმე სეგმენტში დეფორმირდეს და ჩამოყალიბდეს ანევრიზმა. არის ასევე ინფექციური ანევრიზმები, რომელიც ირგვლივ მდებარე ქსოვილებში რაღაც გადატანილი ინფექციების შემდეგ თუ არის ნარჩენი მოვლენების და თუ არის ეს კონტაქტში უშუალოდ სიძარღვთან შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი პროცესი არტერიის და დროთა განმავლობაში შემდეგ მოხდეს ამის ფონზე ანევრიზმის ჩამოყალიბება. და არის ტრაუმული ანევრიზმებიც, როდესაც ხდება მექანიკური ზემოქმედებით ან დარტყმა იქნება რაც გადატანილი ტრაუმის შედეგად, თუ ეს უშუალოდ არტერიის ზონაში მოხდა, ხო, ასევე იწვევს ფიბროზული ქსოვილის წარმოქმნას და შემდეგ უკვე ანევრიზმის ჩამოყალიბებას. ანუ სხვადასხვა ეტიოლოგიის არის ანევრიზმა, თუმცა რისკი ერთია ყველას, რომ ეს შეიძლება დამთავრდეს გასყდომით და სიზღდენით ან თრომბოემბოლიით. ანუ ყველაფერთან ერთად მაღალი წნევის კონტროლიც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლა არ ვისაუბრეთ ჰემორაგიულ ინსულტებზე, ხო, ეს არის ნეიროქირურგიის, ნევროლოგიის საკისპირო. ანუ ჰემორაგიული ინსულტების საკმაოდ ხშირად ხდება მაღალი წნევის დროს, ხო, ანუ როდესაც არის ჰიპერტენზიული კრიზი, ხდება გაჟონვა, ესე ვთქვათ, ტვინის ქსოვილში. ასევე თავის ტვინში ინტრაკრანიალური ანევრიზმების ჩამოყალიბებაშიც ძალიან დიდი ლომის წვლილი მიუძღვის, ესე ვთქვათ, არტერიულ ჰიპერტენზიას და ესეც მნიშვნელოვანი საყურადღებო მდგომარეობაა. ამისგან ყველაფრისგან თავდაცვა, ეხლა სრულად ალბათ 100%-ით არ შეიძლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეც კარგად დღევანდელი პრეპარატების და ყოველ შემთხვევაში პრობლემას არ წარმოადგენს. დღეს იმხელა არსენალია პრეპარატების, რომ წნევის რეგულირება არავისთვის არ უნდა იყოს პრობლემა წესით. როდესაც არსებობს ასეთი წამლები, რომლებიც გადის საოცარ კონტროლს და არავინ არ ნიშნავს წამლის გამოგონებიდან მეორე დღეს არ იღებს ეს წამალი აკრედიტაციას მე რამდენად
მილიონჯერ უნდა გამოიცადოს და შემდეგ უკვე მოხდეს მისი პრაქტიკაში დანერგვა და ამიტომ რა ვიცი თქვენი რჩევაც იქნება ალბათ რომ სტატინებიც და ეს ეგრეთ წოდებული წნევის სწავლებიც ადამიანები რომელსაც რისკი აქვს ამისი აუცილებლად უნდა მიენდონ ექიმებს და გააკეთონ ყველაფერი ის რეკომენდაციები შეასრულონ რაც თქვენ აცლებთ. გაგა მე ახლა რამდენიმე კითხვას წავიკითხავ ჩვენი მაყურებლების მოწერილს სათვალის გამოვიცნე. ერთი ასეთია რამდენად არის თქვენი თემა ალბათ არის კი რატოა ბატონო ვასილ მოგესალმებით შეგვითხებით მიმართავ თქვენ სტუმარს ქოლესტერინის ნორმა 66-დან ასაკისთვის 66 პლუსი ეთყობა ასაკისთვის არის 4 და 43 7 და 85 მე მაქვს 5 და 7 ოჯახის ექიმი ყველა ვიზიტის დროს მეუბნება რომ მაქვს მაღალი ქოლესტერინი და უნდა მივიღო წამალი მე უარზე ვარ რადგან ვიცი სამედიცინო ლიტერატურიდან 5 და 7 არის ნორმა. ანუ აქ ჩდება კითხვა იმ ექიმმა ანუ პირველად რომ მივიდა რამდენი იყო შეიძლება დაუფიქსირდა როდესაც მაღალი ციფრი და ამიტომ დანიშნა ის პრეპარატი იმიტომ რომ ნორმის ფარგლებში როცა არის ეს აუცილებლად თუ ქოლესტერინი არ არის მაღალი ნორმის ფარგლებში ჯდება და რისკ ფაქტორებიც არ აქვს ადამიანს თქვა გულის იშემიური დაავადება ან რაღაცების გამოხატული ზარდამოვლიტებელი ათეროსკლეროზი მაგრამ სტატინი ტყუილად არ ინიშნება. გასაგებია რომ ეს ყველა პრეპარატი გარკვეული ჩვენებით არის სასარგებლო, მაგრამ ყველა პრეპარატს აქვს ასევე გარკვეული გვერდითი ეფექტები, ამიტომ თუ პაციენტს პრეპარატი არ ჭირდება, შინეზა რა თქმა უნდა არ ინიშნება. ეხლა ასე გამიჭირდება კონკრეტული პაციენტისთვის რჩევის მიცემა, ეხლა ვერ ვიტყვი რამდენად ჭირდება მას ეს და რამდენად არა, იმიტომ რომ ამას დაკვირვება უნდა დინამიკაში. უნდა გაკეთდეს რამდენჯერმე ანალიზი და უნდა შედარდეს. ზოგჯერ არის რომ ეხლა ქოლესტერინი იკეთო რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ უნდა იკეთო ალბათ ხო ეს ლიპიდური ზოგჯერ არის რომ ქოლესტერინი კი თამაშობს მაგრამ ამის მოგვარება ზოგჯერ შეიძლება დიეტითაც თუ რაღაც მეტრი გადახრა არ არის შეიძლება კვების რაციონის გამოსწორება დაარეგულიროს ქოლესტერინი და საერთოდ აღარ იყოს საჭირო სტატინი ესეც არის მაგრამ როდესაც პაციენტს უკვე აქვს ათეროსკლეროზული დაავადება, როგორც წესი მას ჭირდება ხოლმე სტატინების დანიშნა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აქედან ვერ ვიცი კონკრეტულ რჩევას. კიდე ასეთი კითხვა ზოგადად ხშირი პრობლემაა ვენების ვარიკოზი. რას გვირჩევთ ამ დროს? ესეც რამდენად თქვენ უფრო ალბათ არტერიებზე მუშაობთ და აი ვარიკოზი ვარიკოზი ერთ-ერთი პლანეტაზე ყველაზე გავრცელებული დაავადება არის. გააჩნია ვარიკოზის სტადიას, უნდა გაკეთდეს აუცილებლად ულტრაბგერითი კვლევა, ტრიპლექს სკანირება, უნდა შეფასდეს რა ხარისხის ვარიკოზია, რამდენად გამოხატულია ვენებში სარქველების უკმარისობა, იმიტომ რომ ვენებს აქვს სარქველები ქვემო კიდურზე, რომელიც ერთი მიმართულებით უშვებს სისხლს ზემოდან ზემოთ. როდესაც ეს სარქველები მწყობრიდან გამოდის, ხდება სისხლის შეგუბება ამ ვენებში გრავიტაციული ძალით. ამისი შეფასება ამ პარამეტრების ნახვა უნდა მოხდეს ტრიპლექსით, უნდა მოხდეს დათვალიერება პაციენტის რა ხარისხით აქვს ეს ვარიკოზი გამოხატული და შემდეგ უნალობაც შესაბამისი. შეიძლება იყოს კონსერვატიული, შეიძლება იყოს ქირურგიული. ნუ ესეც ერთ-ერთი ხარკია, ჩვენ ვიღებთ ამ ხარს ორ ფეხზე დგომისას. ბატონო, ერთ-ერთი ხარკი ნამდვილად არის, იმიტომ რომ ეს არის ძირითადად იმ ადამიანებს უვითარდება, ვინც ზის ხანგრძლივად დღის განმავლობაში მისი პროფესიიდან გამომდინარე და ვინც დგას. და რეალურად ყველას გვიწევს ჩვენ ასეთი რეჟიმი, ასე თუ ისე. წამოწვეული არც ერთი არ გქონდა. თბილისის დაბინძურებული ჰაერი რამდენად ახდენს ჯანმრთელობაზე? ნუ რა თქმა უნდა, ახდენს ეს თბილისის საერთო დაბინძურება ეკოლოგიური დღეს გლობალური პრობლემაა ეს და მარტო თბილისს არ ეხება. თბილისს არ ეხება სამწუხაროდ. თბილისზე დაბინძურებული ქალაქები არსებობს. ხო, ეს ცოტა ისეთი კითხვაა, სად ვეძებოთ ანევრიზმა, როგორ ავირიდოთ თავიდან ეს ვერაგი და ჩვენმკვლელი, ამაზე ჩვენ ფაქტიურად ვისაუბრეთ რა იწვევს და სად უნდა ვეძებოთ მე ალბათ. ხო, ეს არის საინტერესო გიგა ახალგაზრდა
ქალბატონი წერს 2 დღის წინ დაუდგინდა ჩემს შვილს 2 წლისა და 8 თვის არის თან დაყოლილი 2 სარქველიანი ნორმაში 3 სარქველიანია აორტის სინდრომი სხვა გართულებების გარეშე მაინტერესებს რაიმე გართულებებს გამოიწვევს თუ არა ეს შემდგომში როგორ უნდა მოუხდილდეთ ამ მდგომარეობას რა არის მთავარი რაც ამ მდგომარეობის დროს უნდა ვიცოდეთ მშობლებმა ეს არის სუფთა კარდიოლოგიური ნოზოლოგია აუცილებლად უნდა იქნას ეს ბავშვი აყვანილი კონტროლზე კარდიოლოგის მიერ უნდა გაკეთდეს შეფასება ულტრასონოგრაფიით ანუ გულის უნდა შეფასდეს გულის კუმშვადობა ხომ არ არის სარქლოვანი ნაკლოვანება ხომ არ არის ამ მანქთან სხვა მანქით შეჭიდული ხო არის ხოლმე რომ შეიძლება ერთი მანქი ემატებოდეს მეორე ანუ პირველში არ არისო ხო გართულებების გარეშე ეთყობა მაგას ნიშნავს ამიტომ ეს უნდა შეფასდეს კარდიოლოგის და კარდიოქირურგის მიერ რამდენად საჭიროა ზოგიერთ შემთხვევაში არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც ქირურგიული ოპერაცია იყოს საჭირო ყველა მანქისთვის ნამდვილად არ წარმოადგენს ეს საჭიროებას და ამიტომ ეს უნდა ინახოს შესაბამის სპეციალისტის მიერ კიდევ ერთი ასეთი კითხვა პერიფერიები კიდურები ძირითადად სულცივი მაქვს ზაფხულის გარდა ყველა სეზონზე დამიდგინეს რეინოს სინდრომი ასევე მაქვს ხერხემლის გამრუდება ეს არაფშვაში არ არის ალბათ პრევენციისთვის რა პროცედურები ჩავიტარო და მომავალში რისი მოლოდინი შეიძლება მქონდეს და რა შეიძლება ამან გამოიწვიოს მაგალითად ინსულტის საშიშროება თუ არსებობს რეინოს სინდრომი ეს არის მიდრეკილება კაპილარულ დონეზე არტერიოლების დონეზე სპაზმის მიმართ მიდრეკილება ესეც მულტიფაქტორულია მაგრამ წამყვანი მაინც არის თამბაქოს წევა არ ვიცი ხა პაციენტი ეწევა თუ არა მაგრამ რეინო ვისაც აქვს უმეტესობა პაციენტის არის აქტიური მწეველი აი ტერპის თუ მწეველის ტერპს რო ეძახიან ხო ინგლისელები და თითებზე აი ზამთარში თუ შეგიძლია გალურჯებული თითები რო აქვს ან გათეთრებული ეს არის რეინოს სინდრომი ანუ არის კაპილარების დონეზე ხდება სპაზმი და როდესაც ნიკოტინს ეწევი ხო სისტემატურად სპაზმურ მდგომარეობაშია ეს კაპილარები და ყალიბდება რეინოს დაავადება თუმცა შეიძლება ეს იყოს გენეტიკურიც თქვა თუ აქვს მშობელს ან ჩვენ წინაპრებს შეიძლება გენეტიკურადაც გადმოეცეს პროფილაქტიკა ამისი პირველ რიგში არის თამბაქოს არ მოწევა და სითბო ანუ ზამთარში აუცილებელია თბილი ხელთათმანი არ უნდა მოხდეს ცივ წყალში ხელის დაბანა ანუ სიცივესთან კონტაქტი მაქსიმალურად უნდა იყოს გამორიცხული კიდევ უფრო არ შევიწროვდეს სიზარღვები ალბათ ხო ადრე კეთდებოდა ამ დაავადების დროს რაღაც ესეთი სიმპათექტომიები, ანუ ნერვული კვანძების ამოკვეთა და ეს შემდგომში უშორეულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ძალიან არ ამართლებს და ამიტომ ეხლა თუ რაღაცა კატასტროფა არ ხდება, არც კონსერვატიულად ანუ ეს რეკომენდაცია არის სიტყვა და შეიძლება დაენიშნოს თქვა სისხლის კაპილარულ დონეზე გამოუჯობესებელი პრეპარატებიც. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ჩვენი კლიმატიდან გამომდინარე არ გვხდება ხოლმე გართულებული და შორსწასული ფორმები რეინის სინდრომი და სიცივეები ჩვენთან არ არის. ეს უფრო რუსეთისკენ შეიძლება გართულდეს ნეკროზები, თითის და განგრენით და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ეს ნაკლებად. რო აქ ამ მდგომარეობამდე მივიდეს სიტუაცია. აი უკვე თამბაქოზე მივედით, საინტერესო და აუცილებელია ღრმა ინფორმაცია თამბაქოს მოხმარების გავლენის შესახებ სიძარღვებზე, ამაზე ვისაუბრეთ და თამბაქოს მოხმარების თავის დანებების შემდეგ რამდენ ხანში აღიდგენს სიძარღვები და შეუძლიათ თუ არა მათ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაო ესეთი თუ აქ იგულისხმება სიძარღვთა მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი და ის ფოლაკები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, სამწუხაროდ ამისი რეგრესია არ ხდება. ის სიზარღვე რა თუ დაზიანდა და იქ თუ ფოლაკი წარმოიქმნა სამწუხაროდ მედიცინას დღეს არ აქვს იმისი საშუალება არ არსებობს პრეპარატი რომ ამ ფოლაკის რეგრესი გამოიწვიოს როგორც კი ეს პრეპარატი შეიქმნება და როდესაც თუ შეიქმნა ჩათვალოთ რომ გულსიძარღვთა ქირურგიის უმეტესი სეგმენტი რეალურად საჭირო აღარ იქნება აი რაღაცა საკმაოდ ესეთი კითხვა უღრმესი მაგრამ
კოვიდი მქონდა, მსუბუქა, დაცრები გაკეთებული მაქვს, დედიმერი 5000-ზე ავიდა წამლების ფონზე, მერე 3000-ზე ჩამოვიდა. უამრავი კვლევების შემდგომ აღმოჩნდა მუცლის აორტის ანევრიზმა, აღმავალი 12 სანტიმეტრიანი თრომბით. საოპერაციო ამ ეტაპზე არ არისო. თვით თრომბული მასაზეა. თრომბული მასაზეა, როგორც ჩანს საუბარი, 12 სანტიმეტრიანი თრომბული მასა, ესე იგი, მაშინ ეს ამას ამბობს, ესე იგი. და მეუბნებიან, რომ საოპერაციო არ არის. არ არის საოპერაციო, თუ ანევრიზმა არის პატარა, ანუ აორტის ანევრიზმებზე ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ დიამეტრს. დიამეტრის მიხედვით იწყება ოპერაციის ჩვენების საკითხის განსაზღვრა. ოპერაცია ნაჩვენებია იმ შემთხვევაში, თუ ანევრიზმის დიამეტრი აღწევს ან აღემატება 55 მილიმეტრს. თუ ნაკლებია, ამ შემთხვევაში ოპერაცია არ არის ნაჩვენები, ნაჩვენებია კონტროლი ეხოსკოპიურად, ყოველწლიურად, რომ ზომაში ზრდა არ გამოგვეპაროს და თუ ამ ანევრიზმებში ხშირია, რა თქმა უნდა, თრომბის ჩვენ წეგამ რაც ვთქვით, რომ турბულენტური ნაკადი იწვევს თრომბული მასის ჩამოყალიბებას ანევრიზმაში. მაგრამ რეალურად ეს არ არის ოპერაციის ჩვენება, რომ ამის გულისთვის, იმიტომ რომ ეს თრომბი ორგანიზებულია და შეიძლება არც არაფერი არ გამოიწვიოს დიდი ალბათობიდან. ამაზე ოპერაციას არავინ არ აკეთებს. ოპერაცია გჭირდება იმ შემთხვევაში, თუ ანევრიზმა იზრდება. გადააჭარბებს 55 მილიმეტრს, ამ შემთხვევაში ხო, ეს არ ვიცი. შეიძლება თუ არა სიცილზარღვების პრობლემად განვიხილოთ ტკივილის შეგრძნება გაღვიძებისას, ხელის თითების მოხრისას. ხო, არ ვიცი, უფრო ეს გავს საფრთხოვან პრობლემას. წვრილ დაქსელილ კაპილარებს ფეხზე რა შეიძლება ეშველოს და რითი შეიძლება მოცილებო ეს თქვენ. არის დღეს ამის საკმაოდ ეფექტური საშუალება ლაზერი. მაგრამ ჯერ უნდა გაკეთდეს ისე ულტრასონოგრაფიული კვლევა, რომ ინახოს ღრმავენები რა მდგომარეობაშია, კანქვეშა ვენები რა მდგომარეობაშია და თუ პრობლემა არ არის და უბრალოდ პრობლემა არის ეს რაც ამბობს კაპილარული ვენები, ტელიანი ექტაზიები, რეტიკულური ვენები. ამ შემთხვევაში ამისი მოცილება შეიძლება ლაზერითაც. რეალურად კოსმეტოლოგიური პროცედურა ამას ოპერაციასაც არ დღეს ლაზერი მართლა საოცრებებს ახდენს. დღეს არა, კარგი ხანია საბედნიეროდ. ძალიან ბევრი ტექნიკური საშუალება უკვე ისეთი, რომელსაც სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება შეუძლია, სიცოცხლის გახანგრძლივებაც და თუმცა რა თქმა უნდა, როგორც ზაზასთანაც გვქონდა საუბარი ამაზე, რაც უფრო იზრდება ჩვენი სიცოცხლის ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივება, უფრო მეტი და მეტი პრობლემა მოდის წინ. თავისთავად. ხო, ამიტომ მთავარი არის, დღეს არის მთავარი ჯანმრთელად დაბერება და ან დაბერების პროცესის გადაწყვეტა და პრობლემის მოგვარება. ხო, მაგრამ ჯერჯერობით ეხლა დღესდღეობით მე რასაც უყურებ, თქვათ, დასავლეთის ქვეყნებში უფრო მიმართული არის იქეთ, რომ რაღაცა ჯანმრთელად დაბერდნენ და ბოლომდე იყვნენ აქტიურები ადამიანები და ზოგადად ეს მთელი საზოგადოებისთვის კარგია, იმიტომ რომ დიდი როდესაც ადამიანს აქვს გამოცდილება დაგროვილი რაღაც და იმას გადასცემს ის საზოგადოებები ყოველთვის უფრო წარმატებულია და ამიტომაც ეს ჩვენი Homo erectus-ი, რომელსაც კბილები არ ქონდა მაგალითად, მე ამას ვფიქრობ, რომ მას ალბათ რაღაც გამოცდილება ქონდა და რომელსაც უზიარებდა თავის თანატომეულებს და ამიტომაც ინახავდნენ მას ფაქტიურად, ხა უკბილო დღეს თანამედროვე ადამიანი ვერ გაძლებს დიდხანს, რომ თუ არ ჩაისვა და რაღაც არ მოუვარა და რა წარმოიდგინეთ 2 მილიონი წლის წინ რაღაცა დმანისის მთებში უკმაყოფილებელი საკვები. დაუმუშავებელი ხო, ნუ ეხლა მას ფაფებს არავინ მოუხარშავდა და ესე იგი უვლიდნენ, ესე იგი საჭირო იყო მოხუცი იმ ტომისთვის, სადაც ის ცხოვრობდა. ამიტომ რა ვიცი, აი თქვენი პროფესიით კიდევ რას ამატებდით, რაც მე შეიძლება გამორჩა და ვერ კითხეთ და შემდეგ გადავიდეთ. აი საძილე არტერიაზე მე ცოტა ხნის წინ გავეცანე სტატიას თქვენ პროფესიონალი ბიოლოგი და პალეონტოლოგი ბრძანდებით და ამე უფრო მე მგონია რომ საინტერესო საკითხია ეს, საკმაოდ შთაბეჭდილება მოახდინა ამ სტატიამ, ესე იგი გამოიკლიეს ნეანდერტალელის, ავსტრალოპითეკის და საპიენსის თავის ქალა.
გაზომეს იმ ხვრელის დიამეტრი, რომელთაც საძილე არტერია შედის ტვინის ქალაზღრუში, ესე ვთქვათ. ჩვენ ვიცით, რომ ახლა ამ ნამარხებში და იმაში ზრბილი ქსოვილები არ არის ხოლმე შენარჩუნებული და შესაბამისად სულებს კარგად ეთყობა მაგალითად ახლა ნეანდერტალელს აორტა რა დიამეტრის ჰქონდა, ამას ვერ ვადგენთ, ხო? ვადგენთ თქვა ტვინის მოცულობა რამდენი იყო, მაგრამ აორტის დიამეტრს ვერ დავადგენთ. მაგრამ აი საძილე არტერიას აქვს ეს ნიუანსი, რომ ის შედის ძვლოვან არხში და ამ ძვლოვანი არხის დიამეტრი შეესაბამება ამ არტერიის დიამეტრს. შესაბამისად, თუ ჩვენ გავზომავთ ამ საძილე ხვრელის დიამეტრს, გვეცოდინება ნეანდერტალელს რამდენი რა დიამეტრის საძილე არტერია გააჩნდა. და ნუ ახლა მკვლევარებმა შემდეგ გააკეთეს გამოთვლები და საკმაოდ ესეთ საინტერესოდ გაგრძელდა ეს თემა, იმიტომ რომ თუ ჩვენ გავსაზღვრავთ საძილე არტერიის დიამეტრს, ჩვენ შეგვიძლია გავსაზღვროთ რა სიჩქარით და რა მოცულობით მიეწოდებოდა ამ ორგანიზმის თავის ტვინს სისხლი. ამქიდან გამომდინარე შეგვიძლია გავსაზღვროთ თავის ტვინის მეტაბოლიზმი, რა დონეზე ხდებოდა, რა აქტივობით ხდებოდა და კოგნიტური და შესაბამისად პირდაპირ არა, მაგრამ ირიბი გამოთვლებით მიახლოებით წარმოდგენა შეგვექმნას, თქვათ რა კოგნიტური უნარები გააჩნდათ და სადამდე იყვნენ განვითარებულები. ამიტომ აი ეს საძილე არტერიასთან დაკავშირებით აი ეს კვლევაც ძალიან ისეთ დამამახსოვრდა და უბრალოდ ინფორმაციისთვის ძალიან საინტერესოა. პალეონტოლოგებისთვის კი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეს აუცილებლად გავეცნობი ამ სტატიას, ოღონდ რა აღმოჩნდა ესე დასკვნის სახით რომ გითხრათ როგორ რა ქონდათ ნეანდერტალელებს რამე განსხვავებული ქონდა თუ ქონდათ, იმიტომ რომ იქ არის ფოტო არის მოცემული, სადაც ჩანს რომ ანუ ავსტრალოპითეკის ნეანდერტალელის და საპიენსის ეს ძვლოვანი არხები განსხვავდება ერთმანეთისგან. ესე ფართოვდება ჩამონათვალის მიხედვით, ანუ ყველაზე სხვილი აქვს საპიენს, ანუ ეს იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ტვინის მეტაბოლიზმია, ტვინის განვითარება მოიწვის ულუფა. და მეტი სისხლი რომ მიეწოდოს, ის შესაბამისად სხვილი არტერიაა საჭირო. შესაბამისად დასკვნა არის ის, რომ ანუ ნეანდერტალელს და მის წინაპრებს კიდევ უფრო ესეთი შემცირებული უნარები გააჩნდათ CNS-ის დონეზეც. ხო, თუმცა სხვა კვლევებით არ დგინდება, რომ მანდ-მაინც ჭკუას უჩიოდნენ, იმიტომ რომ საკმაოდ ელასტიურები იყვნენ, ძალიან კარგად შეეგუენ, ახლა ჩვენ ფაქტიურად ქვემოდან მოვედით აფრიკიდან, სადაც გადასარევ პირობებში ვიყავით სიტყვაში და ეს ხალხი აქ ევროპაში და ყველაზე ცუდ ადგილებში ცხოვრობდა. ჩვენ როდესაც და როგორც ვიცით, თავისი კულტურულიც გააჩნდათ. დღეს უკვე ცნობილია, რომ მათ საკმაოდ მაღალი დონის ერთი მათი შრომის იარაღები რო ნახოთ უკვე ჩვენ ვერ გავაკეთებთ ხა მე და თქვენ რო დავჯდეთ და ის მასალა მოგწოთ იმ სილამაზეს და იმის ესეთ ფუნქციურობას ვერ გავაკეთებთ. ხო, მეც გადავუხვიეთ ხა ცოტა პალეონტოლოგიაში წავედი მე და ძალიან საინტერესოა გავეცნობი აუცილებლად. ახლა თქვენი მეორე მხარე თუ ჯერ კიდევ რამე დაგვრჩა სასაუბრო. მე მგონი რა ვიცი, ძირითადი რაც იყო ხა ოპერაციული ტექნიკის ნიუანსებზე საუბარი ცოტა გაგვიჭირდება, იმიტომ რომ ამას დაჭირდება სადემონსტრაციო მასალა და რამდენადაც ვიცი ოპერაციული ფოტოების დადება ცოტა შეზღუდულები ვართ, ხო, შესაბამისად ეხლა ვერბალურად ამისი გადმოცემა ცოტა რთულია, ანუ საქმე ალბათ არც არის ეხლა მაინც და მაინც მე კი მაინტერესებს როგორც მე ქირურგის ფართო საზოგადოებისთვის ალბათ ნაკლებად საინტერესოა და კოლეგები ვინც არიან ჩემი იმათი სადაც იციან სიახლეს ვერაფერს ვერ მივაწოდებ. გაგა, ახლა თქვენი როგორც კიდევ ერთი ძალიან საინტერესო იპოსტასი ხარე, თქვენ ხართ, მე ვიცი, ლეონარდოს ისევე როგორც მე, მაგრამ მე უფრო ნაკლებად თქვენ თლიანად ძალიან კარგად იცნობთ მის გენიალურ დანატოვარს. აი რა აღმოაჩინეთ თქვენ ლეონარდოს შემოქმედებაში საინტერესო, რომელმაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია ლეონარდოს მცოდნეებში და მოყვარულებში და მეცნიერებში. ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრები მე დიდი ხანია მაინტერესებს და რეალურად
ყოველთვის ბევრს აინტერესებს და ბევრს უყვარდა, მაგრამ ანუ შემეძლო რომ აი ნახევარი საათი თქვათ მეყურებინა ნახატისთვის და ეს შემთხვევით მოხდა ისე რომ ერთ დღეს რაღაცა იდეა გამიჩნდა ჰიპოთეზის დონეზე არის ესეთი ნამუშევარი ანგიარის ბრძოლა რომელიც ჩვენამდე დღეს მოღწეულია რუბენსის ასლის სახით, ანუ ორიგინალი, რომელიც ლეონარდომ შექმნა, დაკარგულია. ასევე დიდი დისკუსიები მიმდინარეობს ფრესკასთან დაკავშირებით. ანუ მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ფრესკა არსებობს, თუმცა ეს იყო წარუმატებელი ექსპერიმენტი ლეონარდოსი, შემდეგ ეს ფრესკა გახუჭდა. საღებავები ჩამოიშალა და მის წინ არის განთავსებული სხვა ჯორჯო ვაზარის ცნობილი მარჩიანოს ბრძოლა, რომელიც ფლორენციაში მიწყობილა ალბათ აუცილებლად ყველას ნანახი ექნება. მაგრამ ეს ყველაფერი არის ჰიპოთეზების დონეზე, ერთ-ერთმა მკვლევარმა ისიც კი მოახერხა, რომ გადალახა ეს ბიუროკრატიული ბარიერები და გაბურღეს ეს ვაზარის ფრესკა რამდენიმე ადგილას, მაგრამ იქ შემდეგ აიღეს ნაცხები ამ კედლის უკან და რაღაცა პიგმენტები აღმოაჩინეს, თუმცა ვერ დაამტკიცეს, რომ ეს მაინც და მაინც ლეონარდოს დაკარგული ფრესკა უნდა ყოფილიყო. ანუ ვაზარის დატოვებული აქვს რაღაც პატარა ჰაერის თუ წარიელი და იმის უკან და ნუ იყო ესეთ რაღაც არგუმენტები გააჩნდა, ისეთ ყვილად და იმას არავინ არ გააბურღინებდა იმ ფრესკას. ყოველ შემთხვევაში თავის მიზანს ვერ მიაღწია სამწუხაროდ. შემდგომში ეს პროექტი დაიხურა, ეხლა მკვლევარები ამბობენ, რომ ზოგადად ლეონარდო შეიძლება საერთოდ არც დაეხატა ეს ფრესკა, თუმცა არის მის მტკიცებულებები ისტორიულ ჩანაწერებში, რომ ეს ფრესკა ნამდვილად არსებობდა. და ამას ადასტურებს რამდენიმე ისტორიული პერსონაჟი. ერთი და იმავე ადგილას ეხა სხვადასხვა ადამიანს ერთი და იგივე რაღაც ვერ მოეჩვენებოდა. მოკლედ დიდი დისკუსია მიდის ხელოვნებაცოდნეები და ისტორიკოსები. ასლი ესე იგი შექმნილი იყო ნახატი, ლეონარდოს ჰქონდა სანამ ფრესკაზე მუშაობას დაიწყებდა ნახატი და მერე ეს ნახატის დაიკარგა, მაგრამ სანამ დაიკარგებოდა მანამდე რამდენიმე მხატვარმა მოასწრო ასლის გაკეთება. რეალურად პრესოფლიოში არის რამდენიმე ვარიანტი ამ ნამუშევარის ასლის. ყველაზე ცნობილი არის რუბენსის ნამუშევარი, რომელიც ინახება დღეს ლუვრის მუზეუმში. და რატომ ანუ გავაკეთე ამ ნამუშევარის ინტერპრეტაცია, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის ჰიპოთეზის დონეზე დღემდე, იმიტომ რომ პირდაპირ მტკიცებულება ისტორიული ჩანაწერი, რომ ლეონარდოს დაეტოვებინა ეს რომ ეს არ არსებობს შესაბამისად ამის ეხლა პირდაპირ დამტკიცება შეუძლებელია, მაგრამ ნუ ეს ინტერპრეტაცია გამოქვეყნდა საკმაოდ ისე პრესტიჟულ და რეიტინგულ ჟურნალში, ნეირომეცნიერის ჟურნალში, სადაც აღწერილია, რომ ეს ნახატი მოიცავს თავის ტვინის აგებულების კომპოზიციას, სამ განზომილებაში. იყო რამდენიმე კომენტარი გამოხმაურება მკვლევარების მიერ და რა ვიცი, საბოლოო ჯამში მე მჯერა რომ ესეა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხა ამას პირდაპირ მტკიცებულება ამისი არ არსებობს. თუმცა ლეონარდოსგან ყველაფერია მოსალოდნელი, იმიტომ რომ მას ძალიან უყვარდა ესეთი თავსატეხების და გამოცანების და ამოცანების ჩადება თავის ნახატებში, როგორც ვიცით და რეცენზენტები, რომელებმაც წაიკითხეს ეს სტატია და რომლებმაც თქვა რეცენზიები დაწერეს, ისინი დამეთანხმდნენ რეალურად. თუმცა ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ კრიტიკა იქნება, ყველა ვერ დაეთანხმება ამ აზრს და ამ დისკუსიებიც ყოფილა ამ სტატიის გამოქვეყნების დროს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში იმას მივახციეთ, რომ ეს სტატია გამოქვეყნებულია და ონლაინ რეჟიმშიც არსებობს. რადგან აი ესეთ მართლად მაღალ იმპაქტ ფაქტორიან ჟურნალშია გამოქვეყნებული, ესე იგი რაღაცა მართლა საინტერესო ხდება და თქვენმე გავამიგზავნეთ კიდევ ასევე ლეონარდო საიდუმლო სერობის
მაგაზე ჯერ არის ბაშები რა მაგაზე თუმცა ძალიან საინტერესოა კი ძალიან საინტერესოა მით უმეტეს ჩემთვის როგორც პალეონტოლოგის არ ვიცი ჯერ რეალურად არც რეცენზენტებისთვის არ მიქნია ანუ თქვენ პირველი ხართ ვისაც გაჩვენეთ ეს ამიტომ ხმას არ ვიღებ ხო უბრალოდ ძალიან კარგი პანოა ჩემთვის რა ვიცი ძალიან ბევრი იქაც მოგეხსენებათ ამ პანოსთან დაკავშირებით უამრავი საიდუმლო არსებობს და უამრავი ლეგენდა თუ შემდეგ თითიდან გამოწოვილი თუ არა გამოწოვილი ვიცი რომ იუდას თვითონ ტიპაჟს ეძებდა დიდხანს და სადღაც ეგ შეიძლება კი არა საკმაოდ გავრცელებულია მითი რომ ლეონარდო დახატა ადამიანი ქრისტეს სახის გამოიყენა კონკრეტული ადამიანის ვიზაჟი და შემდეგ რამდენიმე წლის მერე არის ესეთი ის რომ იგივე ადამიანი შეხვდა მას და იმდენად იყო შეცვლილი ცხოვრებისგან რომ მისგან დახატა შემდეგ იუდა და ვერ იცნო მაგრამ ნუ ეხა ეს ზღაპარია ხო ეს რამდენიმე წელიწადში ადამიანის სახეს შეიცვლება და ქრისტესგან იუდას დაემსგავსოს არა ზოგადად მართლა ამოუცნობია ლეონარდო თავისი ცხოვრების სტილითაც თავისი ხელოვნებითაც და რაც თავარია როგორც გენიალური ინჟინერი და ზოგადად ადამიანი რომელიც ყოველხრივ და მრავალმხრივ იყო საოცარი. გაგა ძალიან დიდი მადლობა. პირიქით მადლობა თქვენ. უბრალოდ რომ მოიცალეთ ასეთი საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ ჩვენ მაყურებლების კითხვებიც ნაწილობრივ დავაკმაყოფილეთ მე ასე მგონია და თუ კი კიდევ გაჩნდება რაღაცა კითხვები მე ამ კითხვებს შევაგროვებ და შემდეგ თუ არ დაგზარდებით მომავალში კიდევ შევხვდეთ ერთმანეთს რა ვიცი ჩვენი სამეცნიერო თუ მეცნიერთა კლუბი ღია არის ყველა ადამიანისთვის და ძალიან მოხარული ვარ რომ დღევანდელი ჩვენი საუბარი შედგა და ძალიან დიდი მადლობა მადლობა თქვენ პირიქით